სპეციალურად მოწყობილ ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 19 მილიონ ლარამდე ღირებულების 626 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერებები გაანადგურეს. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შექმნილი მუდმივ მოქმედი კომისია ნარკოტიკებს პერიოდულად ანადგურებს. ადგილიდან, სადაც უკანონო ბრუნვიდან ამოღებულ ნარკოტიკებს ანადგურებენ, ბელა ზაქაიძე გვერდება, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვერდება. ბელა, გისმენთ. დიახ, ჩვენ ვიმყოფებით ადგილზე, სადაც ცოტა ხნის წინ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები განადგურდა 626 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც 19 მილიონ ლარამდე ღირებულების არის და არის უკანონო ბრუნვიდან ამოღებული. ეს არის ნარკოტიკული ნივთიერებები, რომელზეც უკვე განაჩენია დამდგარი, რომელთა საქმეებზეც არის განაჩენილი დამდგარი. ნარკოტიკული ნივთიერებები განადგურდა სპეციალურად მოწყობილ ღუმელში, მაღალტემპერატურულ ღუმელში, სპეციალური გარემოს დაცვითი პირობების დაცვით და ნარკოტიკების განადგურების პროცესს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილი მუდმივ მოქმედი კომისიის წევრებიც ესწრებოდნენ, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები. მათ კომენტარები გააკეთეს ადგილზე, სადაც ცოტა ხნის წინ ნარკოტიკული ნივთიერებები განადგურდა. საექსპერტო კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა 626 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა. მათ შორის კოკაინი, ჰეროინი, მეტადონი, ალფობები და სხვადასხვა სინთეტიკური ნარკოტიკები. აღნიშნული ნივთიერებები სხვადასხვა დროს საგამოძიებო მოქმედებების შედეგად არის ამოღებული და მათი საერთო ღირებულება შავ ბაზარზე 19 მილიონ ლარს აღემატება. პროცესი მაღალტემპერატურულ ღუმელში გარემოს დაცვითი სტანდარტის სრული დაცვით განხორციელდა. აღნიშნულ საქმეებზე უკვე მიღებულია სასამართლოს გადაწყვეტილებები, როგორც განმარტე და ნარკოტიკულ დანაშაულში ჩართულ პირებს მისჯილი აქვთ მრავალწლიანი თავისუფლების აღკვეთა. ასევე გასათვალისწინებელი და ეს ყველაფერი ასევე მიუთითებს იმაზე, რომ პროკურატურას აქვს მკაცრი მიდგომა ნარკოტიკულ დანაშაულში ჩართული პირების მიმართ, მისი რეალიზატორების, ხელშემწყობების მიმართ და აღნიშნული გაგრძელდება ასევე მომავალშიც. როგორც უწყების წარმომადგენლებმა განაცხადეს, მკაცრი ნარკოპოლიტიკა მათი პრიორიტეტია და ისინი მომავალშიც გააგრძელებენ ბრძოლას უკანონო ბრუნვიდან ამოღებულ ნარკოტიკებთან დაკავშირებით. დღესვე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახსნა მორიგის საქმე და 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო და უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. ეთერში ბელა ზაქაიძე საუბრობდა.